უცხოელი მხატვრის სურათი, რომელიც გუშინ ჩემს ბლოგზე გავაზიარე, ძალიან ბევრს გუდიაშვილის ეგონა. თუ გუდიაშვილის არ ეგონათ, მაშინ რომელიმე ქართველ მხატვარს მიაწერდნენ. არადა ეს გახლავთ მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს შემოქმედება, ალისია გალანტის პორტრეტი, რომელიც 1927 წელს არის შესრულებული. ბევრი კომენტარი შემხვდა იმის შესახებ, რომ ძირითადად მაღალი ყელის გამოეგონათ გუდიაშვილის მიერ შესრულებული პორტრეტი, რადგან გუდიაშვილისთვის არის დამახასიათებელი პორტრეტებში გრძელი კისერი, თლილი თითები და ასე შემდეგ, მაგრამ მხოლოდ გრძელი კისერის გამო, რა თქმა უნდა, მხატვარს ვერ ვაკუთვნებთ კონკრეტულ ნამუშევარს, რადგან აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი დეტალები და მხატვრული სტილი, რაც გუდიაშვილს აბსოლუტურად განსხვავებული ჰქონდა, მას ჰქონდა უნიკალური ხელწერა. გრძელი კისერი შეიძლება ნებისმიერმა მხატვარმა დახატოს და ასეთი პორტრეტი ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ საინტერესოა თვითონ ტექნიკა, რას იყენებს ფერთა გამა და ასე შემდეგ. ჩემი პირადი დაკვირვებაა, რომ გუდიაშვილს შესაძლოა ეს მანერა აეთვისებინა პარიზში თავისი მეგობრისგან, მოდილიანისგან, რადგან როგორც ჩვენ ვიცით, ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და რატომაც არა შეიძლება მას მოსწონებოდა ეს სტილი და აეთვისებინა. მე მაქვს კიდევაც გაკეთებული ამაზე ადრე პოსტი, მოდილიანის და გუდიაშვილის ნამუშევრების შედარება ამ კუთხით კონკრეტულად, რადგან ზუსტად გუდიაშვილის მიერ შესრულებულ პორტრეტს ასევე თვალები არ აქვს დახატული და არის ერთფერში გაკეთებული, როგორც აკეთებდა მოდილიანი და რატომაც არა შეიძლება მას მოსწონებოდა მოდილიანის ეს სტილი და გადმოეღო რაღაც ნიუანსები, დეტალები და გადაემუშავებინა, გადმოექართულებინა, მოერგო თავის სტილზე, ხელწერაზე და შეესრულებინა უკვე სულ სხვაგვარად. და როგორც უკვე გითხარით, ეს ნამუშევარი ეკუთვნის მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს და მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ კულტურასთან და ვფიქრობ, თქვენ თვითონაც გამოიტანთ დასკვნებს.